როგორც ყოველთვის მოგესალმებით ობიექტიდან დილამშვიდობისა საქართველო დილამშვიდობისა ჩვენო საქვაბე არსებული საქვაბის სურათები დართული მქონდა ხო ამასობაში ჩვენ როგორც ყოველთვის მიმართულებებში ხო კი არ ვამატებთ ვაკლებთ იყო ორი ქვაბი ლეპტუსი თუ ლექტუსი ხო კი ბატონო საკონდენსაციო ქვაბი 150 კილოვატიანი სისტემას მოვაგრიჟეთ 150 კილოვატის სიმძლავრე და ამასობაში დავტოვეთ თურქი ეჯია ფელისი საკონდენსაციო ქვაბი ისე შეხედავ შენით და პრინციპში ხო არაფერი არა ამასობაში კიდე რაზე უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება სხვათა შორის 18-იანი ხო დიამეტრის აი 18-იანი დიამეტრის მილაკი არის ანუ ფიზიკის გავლენა არ იცვლება, სადაც არ უნდა იყოს შევიწროება ერთი ადგილიც თუნდაც ის უკვე შეფერხებად ითვლება. ამასობაში როცა ჯერ ესეთი მწარმოებელი გადადის, ხო? 40 ეგრეთ წოდებული ჯუიმ 1/4 და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არსებული ხო, ჩვენი მორბედი პროფესორები ჯერ 50-იანს და მე ეს წარიკმარეს და გადავიდნენ 63-იანზე. საინტერესოა რითი ხმზღანელობენ. არ ვიცი, რითი ხმზღანელობენ. აი პატრიცემულები, აგი რა, ხო? უბრალოდ ტყილად გადაყრილი ფული, რა ვიცი, მე ამას ასე უძახი. და ამასობაში აი ეს ხო, რა ვიცი, ძალიან არ მოწონს, მაგრამ ამასობაში გამოსული წყობიდან საფართოებელი ასლეტიანი, რომელიც რა ვიცი, ხო, უმეტეს შემთხვევაში როგორც ძეგლი ისე დევს, აი ეს რა თქმა უნდა ხარჯი, ხო, იმიტომ რომ ამას ჩვენ ხელს არ ვკიდებთ და იყრება ნაგავში. ამასობაში, რა ვიცი, გარკვეული ხარისხის მილი არის და ამასობაში გამოყენებული გათბობის სისტემაში. ამას რაღაცა რა ვიცი, ხაზი გავავლეთ ხოლმე. ეხლა ჩვენი მიმართულები რაში იქნება, ხო? აქ და რაში აისახება. ტოვებთ ერთ კონტურიანი, ესეც სუფთა ერთ კონტურიანი ქვაბია. ქვემოთ იქნება იქ სურათებიც ვაჩვენე მე ამასობაში და დართული კი ბატონო იყო ამ მიმართულებაზე ვინც მაქსიმუმს ყურადღებას სამსულიანი კლაპანით და ამასობაში რა ვიცი სამწუხაროდ თვითონ სერვისმენებმაც არიციან ხო რას წარმოადგენს ეს ეგრეთ წოდებული ხო გამოტანილი შენ ეგრეთ წოდებული პროვოდები ქვია ამას ხო სადენები კი ბატონო მითითებებიც გვაქვს სადონა დავსვათ ამასობაში კი ბატონო როგორც ყოველთვის ჩემი მიმართულებებით უკვე ვიცით სამსულიანი სადონა დავსვათ და რითი უნდა ვიხმზღანელოთ ხო ხმზღანელობა ეს ამას ქვია. თქვენაზე რომ ბოილერის ცხელი წყალი განსაზღვროს ამ პატრიცემულმა სამსულიანმა სად უნდა გადართოს და სად უნდა დააბრუნოს უკან. ანუ სისტემა როდის ამუშავოს და როდის მოგიმზადოს ცხელი წყალი ამასობაში არსებულ ტვინშიც. კაია ხო, როცა ქვაბს აქვს ტვინი ხო, ამასობაში ყველა მიმართულებაში ამასობაში ტვინი აქცენტირებული არის. ამასობაში იმ ტვინში ეგრეთ წოდებული უკვე ის პორტი და ალგორითმი, ეგრეთ წოდებული პროცესორი ქვია ამას ხო, პროცესები ეს უკვე არის ხო პრაშიტა, ანუ შინით არის, შიგთავს უბრალოდ ინსტალირება ჭირდება. რომ მივანიჭოთ პრიორიტეტი ცხელი წყლის მომზადებას, ეს თვითონ განსაზღვროს არსებული მექანიკური ამ შემთხვევაში უკვე თერმოსტატით რომ გადაერთოს სამსულიანი კლაპანი, მოგიმზადოს ცხელი წყალი და დაუბრუნდეს სისტემას. აქ იქნება ეგრეთ წოდებული თერმოდინამიკო ხო, დინამიკური გამანაწილებელი, ვაუ, ბერს გავუკეთდება ახლა როგორ კაცო, ხო? შენ ამასობაში ყლის უზახიო არა პატრიცემულებო, ჰიდრაულიკური გაყოფა როცა ჭირდება სისტემას, ხო, განაწილება და ამ შემთხვევაში უკვე თერმოდინამიკური რატომაცაა. პრინციპში ვინაიდან გვექნება ორი კონტური, აი ვაკვირდებით, ხო, შესვები იქნება ეს ყველაფერს ვიხილავთ მე ეს იქნება უკვე საქვაბე კონტური, აქეთ იქნება უკვე მოხმარების კონტურები, ამასობაში 4 კონტური იქნება იატაკის გათბობა ქვემოთ და მეორე სართულზეც წინა ხო არსებულ კომპლექსში მეორე სართულის იქნება წინ დათებით. ამასობაში კიდე ჯერ ვიზახი 65 კილოვატიანი ქვაბის მეშვეობით, რომელიც ამასობაში თავის ზღვარს კიდე ბოლომდე ვერ ამოვიღეთ, ვინაიდან მთავარი მაინც ის ფაქტორია, რომ ის რაც გვექნება დანადგარებით, ფული დანადგარები და კონკრეტულ შემთხვევაში უმეტესობაში არის უპირატესობაში უბრალოდ იატაკის გათბობა ამ სიმძლავრეს ვერ გამოვართვით, ვერანაირად 150 კილოვატს, ხო, რაც არ უნდა მაგარი მოგვემდობა. ისმის შეკითხვა არის, ის არის ცალკე ხარჯი, ამასობაში იმ სიმძლავრეს ვერ ვიღებთ. ამიტომ ხო თერმოდინამიკური გამანაწილებელი აღებეწება ჩვენს საქვაბეში, ვინაიდან გიდავრიკური ხარი მაინც უნდა გაიყოს აუცილებელია, ვინაიდან მოხმარებლის ხარეს კიდევ ჯერ ვიზახი გვექნება 8 ნასოსი, მაგრამ 8 ნასოსის წარმადობა კიდევ ჯერ ვიზახი ჯამურ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში ეს არ არის პირველადი მეორადი წრე, ეს არის ეგრეთ წოდებული ჰიდროგამანაწილებელი, ხო, ჰიდროსელკა თქვენ უმეტესობა რო უწოდებთ, ამიტომ საქვაბის კონტურის მხარეს ის ხო წარმადობა ნასოსის უნდა აღემატებოდეს ჯამურ ამ შემთხვევაში ჯამურ ხო წარმადობას მოხმარებლის ხარეს 30 ნასოსის რომ იყოს ამას არ ითვალისწინებთ მე მონტაჟეებო ხო გამოთვლები უნდა ისწავლოთ მოხმარებლის ხარეს რამდენიც არ უნდა იყოს ხო მოხმარება ხო ხარჯი ის ხარჯი ჯამური არ უნდა აღემატებოდეს საქვაბის კონტურს ვინაიდან წინანდელ შემთხვევაში იქნება უკვე გადახმართული პირიქით ხო ეგრეთ წოდებული აბრატკიდან შეიტანს პადაშაში ვინაიდან მოხმარებლის ხარეს არაფერი არ შეიცვლება ჭირდება 30 კუბი მაგრამ ამასობაში
არსებული საკვების კონტურიდან ვიღებთ, წარმოიდგინეთ 20 კუბს. საიდან აიღებს ის დარჩენილი 10 კუბს, საიდან აიღებს და იგი წოდებული აბრატკიდან ვინაიდან არსებული საკვების კონტურიდან ვერანაირად ვერ აიღებს. ამიტომ კიდევ ჰიდროგამანაწილებელი მომხმარებლის მხარეს გვექნება ამ შემთხვევაში ჯერ 4 კონტური ატაკის გათმობის და 1 კონტური რადიატორების, 4 რადიატორი გვაქვს არსებულ სისტემაში და პრიორიტეტული გვექნება ცხელი წყლის მომზადება. ძალიან ადვილია ხო, როცა ადამიანმა მემონტაჟე ხო, როცა იცი რას აკეთებ უკვე და ბუდიშით გამოთვლები უნდა ვიცოდეთ ამ შესაბამისობაში, თამათ ყოველთვის ვაკეთებ და ამას ყოველთვის მოაქვს სიამოვნება. რასაც ვიხილავთ ამასობაში დამთავრებულ სახესაც რა თქმა უნდა ყოველთვის დასრულებული სახით, რა თქმა უნდა, ამასაც ვიხილავთ.